ეგრეთ წოდებული პერესტროიკის პერიოდში, როცა საბჭოთა ეპოქის საიდუმლოებების გახსნა დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორიული პერსონაჟი გახდა ნადეჟდა ალილუევა, იოსებ სტალინის მეუღლე. სტატიებსა თუ წიგნებში ყველგან იბეჭდებოდა ერთი და იგივე სიუჟეტი. ბელადის ცოლმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა მეუღლის პოლიტიკის დამღუპველობა, პირში მიახალა ეს ყველაფერი და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც. სიკვდილის მიზეზად კი სულ სხვადასხვა რამ სახელდება, თვითმკვლელობიდან დაწყებული, სტალინის ბრძანებით მოკლით დამთავრებული. ნადეჟდა ალილუევა დღესაც გამოუცნობ ქალად რჩება. მას ერთდროულად ბევრი რამ და არაფერი ვიცით. იგივე შეიძლება ითქვას მის ურთიერთობაზე სტალინთან. ნადეჟდა დაიბადა 1901 წლის სექტემბერში, ბაქოში, მუშა რევოლუციონერის სერგეი ალილუევის ოჯახში. გოგონა რევოლუციონერების გარემოცვაში იზრდებოდა, თუმცა თავიდან პოლიტიკით არ ინტერესდებოდა. ალილუევების საოჯახო ისტორიაში შემონახულია ერთი საინტერესო ამბავი. 2 წლის ასაკში ნადეჟდა სანაპიროზე თამაშის დროს ზღვაში ჩავარდნილა. დახრჩობისგან გოგონა იხსნა 23 წლის ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილმა. რამდენიმე წლის შემდეგ ალილუევები პეტერბურგში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნადეჟდა ტემპერამენტიან და მტკიცე გოგოდი ზრდებოდა. იგი 16 წლის იყო, როცა მათ სახლში გამოჩნდა გადასახლებიდან დაბრუნებული იოსებ სტალინი. ახალგაზრდა გოგონას თავდავიწყებით შეუყვარდა რევოლუციონერი, რომელიც მასზე 21 წლით უფროსი იყო. იმ დროს სტალინის პირველი ცოლი ეკატერინა სვანიძე უკვე გარდაცვლილი იყო. მათი ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ცოლმა გარდაცვალების შემდეგ იოსებს 6 თვის ვაჟი იაკობი დაუტოვა. სტალინის მემკვიდრეს ნათესავები ზრდიდნენ, რადგან თავად მამას, რომელიც მთლიანად რევოლუციურ საქმეში იყო ჩაფლული, დრო არ ჰქონდა. იოსებისა და ნადეჟდას ურთიერთობა აფიქრებდა სერგეი ალილუევს. გოგონას მშობლებს აღელვებდა არა ასაკობრივი სხვაობა, არამედ ის, რომ ქალიშვილის ფიცხი და ჯიუტი ხასიათი მისი აზრით ნაკლებად გამოდგებოდა ბოლშევიკური პარტიის გამოჩენილი წევრის მეუღლეობისთვის. თუმცა სერგეი ალილუევის ეჭვებს გავლენა არაფერზე მოუხდენია. გოგონა სტალინთან ერთად ფრონტზე გაემგზავრა. ოფიციალურად ქორწინება გაფორმდა 1919 წლის გაზაფხულზე. თვითმხილველთა მოგონებები მოწმობს, რომ ამ ქორწინებას საფუძვლად მართლა ედო სიყვარული. თუმცა ამავდროულად იყო ორ ძლიერ ხასიათს შორის კონფლიქტი. ნადეჟდას მამის შიში გამართლდა. მუშაობაში ჩართულ სტალინს სურდა თავის გვერდით ეხილა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ოჯახზე ზრუნვას. ნადეჟდა კი თვითრეალიზებისკენ მიისწრაფოდა და დიასახლისის როლი დიდად არ მოსწონდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი, რომელიც იოსებსა და ნადეჟდას შორის 1920-იან წლებში დაიწყო, პოლიტიკას არ უკავშირდებოდა. სტალინი იქცეოდა როგორც ჩვეულებრივი კაცი, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებდა სამუშაოზე. სახლში ბრუნდებოდა გვიან დაღლილ დაქანცული. ღიზიანდებოდა სულ მცირე რამეზეც კი. ახალგაზრდა ნადეჟდას კი ცხოვრებისეული გამოცდილება აკლდა იმისათვის, რომ ცეცხლზე ნავთი აღარ დაესხა. თვითმხილველები იხსენებენ. სტალინმა მოულოდნელად შეწყვიტა ცოლთან ლაპარაკი. ნადეჟდა ხვდებოდა, რომ ქმარი რაღაცით ძალიან უკმაყოფილო იყო, მაგრამ მიზეზი ვერ გაეგო. ბოლოს სიტუაციას ნათელი მოეფინა. თურმე იოსები თვლიდა, რომ მეუღლეები ერთმანეთს შენობით უნდა მიმართავდნენ, მაგრამ ნადეჟდა მიუხედავად ქმრის მრავალგზის თხოვნისა, მაინც თქვენობით ესაუბრებოდა. 1921 წელს ნადეჟდასა და იოსებს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ვასილი დაარქვეს. სულ მალე ოჯახში აღსაზრდელად აიყვანეს პატარა არტემ სერგეევი, დაღუპული რევოლუციონერის შვილი. ამის შემდეგ ნათესავებმა მამასთან ჩამოიყვანეს უფროსი ვაჟი იაკობი. ასე გახდა ნადეჟდა დიდი ოჯახის დედა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის მოვლაში ნადეჟდას მოსამსახურე ეხმარებოდა, მაგრამ ბავშვების აღზრდას თავად ართმევდა თავს და ნორმალური ურთიერთობის დამყარება შეძლო გერთან იაკობთანაც.
ოჯახთან დაახლოებული პირების მონათხრობის მიხედვით, იოსებს უყვარდა ახლობლების წრეში ყოფნა და პრობლემებისგან დასვენება, მაგრამ ამავე დროს იგრძნობოდა, რომ ამ როლში იგი მთლად მოხერხებულად ვერ გრძნობდა თავს. მან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო ბავშვებთან. ზოგჯერ ცოლსაც უხეშად მიმართავდა ხოლმე, თუმცა ამისათვის არავითარი მიზეზი არ არსებობდა. ეჭვიანობის საბაბი მეუღლეზე შეყვარებულ ნადეჟდას ქმრისთვის არასოდეს მიუცია. თავად კი ძალიან ძლიერად და ხშირად ეჭვიანობდა. უფრო გვიანდელი მიმოწერა ამას ადასტურებს. აი მაგალითად ნაწყვეტი ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც ნადეჟდამ სოჭში დასასვენებლად წასულ ქმარს მისწერა. რაღაც აღარაფერს იწერები. ალბათ მწყერებზე გასეირნებამ გაგიტაცა ან წერა გეზარება. შენზე ერთი საინტერესო ახალგაზრდა ქალბატონი საუბრობდა, ამბობდა, რომ შესანიშნავად გამოიყურები. ცუდად არ ვცხოვრობ, უკეთესის მოლოდინი მაქვს, პასუხობს სტალინი. რაღაც მოგზაურობებზე მიმანიშნებ. გაცნობებ, რომ არსად უყოფილ ვარ წასული და არც ვაპირებ. გკოცნი ძალიან ბევრს, მაგრად და ბევრს. შენი იოსები. ნადეჟდასა და იოსების მიმოწერა იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემების მიუხედავად მათ შორის გრძნობა შემორჩენილი იყო. როგორც კი 6-7 თავისუფალ დღეს გამონახავ, ეგრევე სოჭში გამოქანდი, წერს სტალინი. ვკოცნი ჩემს სტატკას, შენი იოსები. ერთხელ ნადეჟდამ შეიტყო, რომ შვებულებაში მყოფი მეუღლე ავად გახდა. ბავშვები მოსამსახურეებს დაუტოვა და ქმართან გაემგზავრა. 1926 წელს ოჯახში ქალიშვილი დაიბადა, რომელსაც სვეტლანა დაარქვეს. გოგონა მამის რჩეული გახდა. თუ ვაჟებს მკაცრად ზრდიდა, ქალიშვილს თითქმის ყველაფრის უფლებას აძლევდა. 1929 წელს ოჯახური კონფლიქტები ისევ გამწვავდა. როცა ქალიშვილი 3 წლის გახდა, ნადეჟდამ გადაწყვიტა აქტიური ცხოვრება განეახლებინა და მეუღლეს განუცხადა, რომ ინსტიტუტში ჩაბარება სურდა. სტალინს ეს აზრი არ მოეწონა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაუთმო ცოლს. ნადეჟდა ალილუევა გახდა საწარმოო აკადემიის ტექსტილის წარმოების ფაკულტეტის სტუდენტი. 1980-იან წლებში პოპულარული იყო შემდეგი ვერსია. საწარმოო აკადემიაში სწავლის დროს თანაკლასელებისგან ნადეჟდამ ბევრი რამ შეიტყო სტალინის კურსის დამღუპელობის შესახებ, რამაც მიიყვანა იგი მეუღლესთან საბედისწერო კონფლიქტამდე. სინამდვილეში ამ ვერსიის არანაირი მყარი მტკიცებულება არ არსებობს. არავის არ უნახავს წერილი, რომელიც ნადეჟდამ ვითომ და სიკვდილის წინ დაუტოვა ქმარს და რომელშიც ვითომ ამხილა მისი პოლიტიკა. ზემონახსენები 1929-1931 წლების მიმოწერა პირიქით იმას ამტკიცებს, რომ ნადეჟდასა და იოსებს შორის მტრობა არ ყოფილა. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ასევე ნადეჟდას მიერ 1931 წლის 26 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილი წერილი. მოსკოვში გადაუღებლად წვიმს, ირგვლივ ნესტი და მოწყენილობაა. ბავშვებმა რა თქმა უნდა უკვე გადაიტანეს გრიპი, მე კი ის მშველის რომ სულ ჩათბუნული დავდივარ. სტალინიც მშვიდად პასუხობს, გამარჯობა დადგა, აქ არნახული შტორმი იყო. 2 დღე გაავებული მხეცივით მძვინვარებდა ქარბუქი. ჩვენ საგარაგზე ძირიანად ამოთხარა 18 მუხა. გკოცნი მაგრად, იოსები. 1931 წლის 7 ნოემბერს აღლუმის შემდეგ ვოროშილოვების ბინაში დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სცენას, რომელიც იქ განვითარდა, მხოლოდ გადმოცემით აღწერენ. ნიკოლაი ბუხარინის ცოლი ქმრის სიტყვებზე დაყრდნობით წიგნში დაუვიწყარი შემდეგს წერს. ნასვამი სტალინი ნადეჟდა სერგეევნას სახეში აყრიდა სიგარეტის ნამწვავებს და ფორთოხლის კანს. მან ვერ აიტანა ასეთი უხეშობა, ადგა და ბანკეტის დასრულებამდე წავიდა. სტალინის შვილიშვილი გალინა ჯუღაშვილი ნათესავების სიტყვებზე დაყრდნობით შემდეგ აღწერას გვიტოვებს. ბაბუა გვერდით მჯდომ ქალბატონს ესაუბრებოდა. პირდაპირ ნადეჟდა იჯდა. მათ ყურადღებას არც აქცევდა და თავის მხრივ ისიც აქტიურად საუბრობდა. უცბად ხმამაღლა ყველას გასაგონად რაღაც გესლიანი წარმოთქვა. ბაბუამ თავის აუწევლად ასევე ხმამაღლა უპასუხა, სულელო. ნადეჟდა ოთახიდან გაიქცა და კრემლის ბინაში გაემგზავრა. ერთმანეთისგან განსხვავდება ვერსიები იმის შესახებაც, რაც შემდეგ მოხდა.
ერთნი ამბობენ, რომ სტალინი ღამის გასათევად აგარაგზე წავიდა, ხოლო ნადეჟდას, რომელმაც ტელეფონით დარეკა, დაცვამ აუწყა, რომ იოსები იქ ვიღაც ქალთან ერთად იმყოფებოდა. მეორე ვერსიით, ნადეჟდამ უბრალოდ ვერ შეძლო ქმართან დაკავშირება. სვეტლანა ალილუევა, სტალინის ქალიშვილი, ამტკიცებდა, რომ იმ დღეს მამას სახლში დაბრუნდა და ღამე თავის კაბინეტში გაათია. ბანკეტზე მყოფი ვიაჩესლავ მოლოტოვი კი შემდეგ ხვდებოდა. 1922 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ბევრნი შევიკრიბეთ ვოროშილოვის ბინაში. სტალინმა პურის ქერქისგან ბურთი შეკრა და ყველას თვალწინ ეგოროვის ცოლს ესროლა. მე დავინახე ეს, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ალილუევა იმ დროს, ჩემი აზრით, ცოტა ფსიქოპათიც იყო. მასზე ეს ყველაფერი ისე მოქმედებდა, რომ თავის შეკავება აღარ შეეძლო. წვეულებიდან იგი ჩემს ცოლთან, პოლინა სემიონოვნასთან ერთად წავიდა. ისინი კრემლთან სეირნობდნენ. გვიანი ღამე იყო. ჩემს ცოლს ეწუწუნებოდა ეს არ მომწონს, ის არ მომწონსო. იმ პარიკმახერთან კიდე რატომ წამოიწყო იმ საღამოს ასეთი თამაშიო? საქმე კი უბრალოდ ის იყო, რომ ცოტა დალია და გაიხუმრა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ქალზე იმოქმედა. ძალიან ეჭვიანობდა ქმარზე. ბოშური სისხლი თავისაშვებოდა. ამგვარად შეიძლება ვთქვათ, რომ მეუღლეებს შორის მართლა მოხდა კონფლიქტი. თუმცა არც სტალინს და არც სხვებს ამ ინციდენტისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ. მაგრამ 1922 წლის 9 ნოემბრის ღამეს ნადეჟდა ალილუევამ გულში დამიზნებული ვალტერის პისტოლეტით თავი მოიკლა. ეს იარაღი მას აჩუქა ძმამ პაվել ალილუევმა, საბჭოთა სამხედრო მოღვაწემ. ტრაგედიის შემდეგ, როცა პისტოლეტი აიღო, სტალინმა წარმოთქვა: ეს პისტოლეტი ხომ სათამაშოა, წელიწადში ერთხელ ისროდა. მთავარი შეკითხვა: რატომ მოიკლა სტალინის ცოლმა თავი? სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა წერდა, რომ დედა თვითმკვლელობამდე მიიყვანა პოლიტიკის ნიადაგზე აღმოცენებულმა კონფლიქტმა. ეს თავის შეკავება, ეს უმკაცრესი შინაგანი დისციპლინა და დაძაბულობა, ეს უკმაყოფილება და გაღიზიანებულობა, რომელსაც გულში იხშობდა, რომელიც ზამბარასავით სულ უფრო ძლიერად იკუმშებოდა, ბოლოს და ბოლოს აუცილებლად ამოხეთქავდა. ზამბარა საშინელი ძალით გასწორდებოდა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დედის სიკვდილის დროს სვეტლანა მხოლოდ 6 წლის იყო და მისი ეს აზრი, როგორც თავადვე ამბობს, ნათესავების ნაამბობს უფრო ეყრდნობა. სტალინის ნაშვილები ვაჟი არტიომ სერგეევი ერთ-ერთ ინტერვიუში სულ სხვა ვერსიას გამოთქვამს. მე 11 წლის ვიყავი, როცა იგი დაიღუპა. აუტანელი თავის ტკივილები აწუხებდა. 7 ნოემბერს მე და ვასილი აღლუმზე წაგვიყვანა. 20 წუთის შემდეგ წავიდა, ვეღარ გაძლო. მას როგორც ჩანს ჰქონდა თავის ქალის ძვლების გენეტიკურად არასწორი შეზრდა და ამგვარ შემთხვევებში თვითმკვლელობა ხშირია. ამავე ვერსიას ეთანხმება ნადეჟდას ძმისშვილი ვლადიმირ ალილუევი. დედას, ანა სერგეევნას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ მდგომარეობამდე თავის ტკივილებმა მიიყვანა. საქმე ის არის, რომ როცა ალილუევა 24 წლის იყო, დედაჩემისადმი მიწერილ წერილებში წერდა: ჯოჯოხეთური თავის ტკივილები მაწუხებს, მაგრამ იმედი მაქვს გამივლის. სინამდვილეში ტკივილი არ ცხრებოდა. რას აღარ აკეთებდა, რითი აღარ მკურნალობდა. სტალინმა ცოლი სამკურნალოდ გერმანიაშიც გაგზავნა საუკეთესო პროფესორებთან. ყველაფერი უშედეგოდ. ბავშვობიდან ერთი მოგონებაც შემომრჩა: თუ ნადეჟდა სერგეევნას ოთახის კარი დაკეტილი იყო, ესე იგი თავის ტკიოდა და ისვენებდა. ასე რომ ჩვენ ერთადერთი ვერსია გვაქვს: ვეღარ გაუმკლავდა ტანჯველ ტკივილს. ასე იყო თუ ისე ფაქტია, რომ ცოლის სიკვდილი სტალინისთვის შოკი იყო და დიდი გავლენა მოახდინა მთელ მის დარჩენილ ცხოვრებაზე. თუმცა აქაც არსებობს აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა. სვეტლანა ალილუევა წიგნში 20 წელიწადი მეგობარს წერს, რომ სტალინი გამოსამშვიდობებლად მოვიდა სამოქალაქო პანაშვიდზე. კუბოსთან მივიდა, მაგრამ უეცრად ხელი კრა, შეტრიალდა და გაეცალა. აღარც დაკრძალვაზე მოსულა. არტიომ სერგეევსკის შემდეგი ვერსია აქვს. კუბო იდგა გუმის ერთ-ერთ შენობაში. სტალინი ტიროდა. ვასილი კისერზე ეხვეოდა, იმეორებდა მამა ნუტირი. როცა კუბო გაიტანეს, სტალინი გაყვა კატაფალკას.
რომელიც ნოვოდევიჩის მონასტრისკენ გაემართა. სასაფლაოზე გვიბრძანეს მუჭით მიწა აგვეღო და კუბოზე დაგვეყარა. ასეც მოვიქეცით. ნადეჟდა ალილუევა ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაქვრივებული სტალინი ხშირად მოდიოდა საფლავზე, იჯდა სკამზე და დუმდა. 3 წლის შემდეგ ახლობელ ადამიანებთან გულითადი საუბრის დროს სტალინს წამოსცდა. ბავშვებს რა უჭირთ, რამდენიმე დღეში დაივიწყეს, მე კი მთელი დარჩენილი ცხოვრება დამისახიჩრა და დაამატა, შევსვათ ნადია სადღირცევა. დაგვიწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრით რა გახდა მიზეზი სტალინის ცოლის თვითმკვლელობისა. გამოიწერეთ კარდოს YouTube და Facebook გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.